ამ პრობლემის მოგვარების ძალიან გიჟური იდეა მაქვს. რამდენად ხშირად ხარ იმედგაცრუებული იმ ღვინით, რომელშიც ფულს იხდი? სიმართლე ის არის, რომ ღვინოში ფულს იხდი და ხშირ შემთხვევაში ეს ღვინო არის მოსაწყენი, არ ამართლებს ფასს, ან საერთოდ დაავადებულია. ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ადამიანები ექსპერიმენტებს წყვეტენ, ერთი და იგივე ღვინოებს ყიდულობენ და არც ახალი ხალხი შემოდის ჩვენ სფეროში. არც მე ვარ გამონაკლისი სხვათა შორის, იმიტომ რომ უამრავ ახალ ღვინოს ვსინჯავ და ხშირ შემთხვევაში ფულს ვყრი ისეთ ღვინოებში, რომელიც იმის მეათედიც არ უნდა ღირდეს, რასაც ვიხდი. ოღონდ ეგ ყველაფერი ამ ღვინოს ყველაზე ნაკლებად ეხება. ამ პრობლემის მოგვარების ძალიან გიჟური იდეა მაქვს. 500 ქართული ღვინო უნდა შევაგროვო და გავსინჯო YouTube Live-ში უწყვეტ რეჟიმში. ამ 500 ღვინოს შევაფასებ და შევქმნი ქართული ღვინის პირველ tier list-ს. ანუ რეიტინგს იგივე გზამკვლევს. არანაირი ღვინის სპონსორები, არავითარი მიკერძოება, მხოლოდ და მხოლოდ გულახდილი შეფასებები, გეცოდინება რომელი ღვინო იყიდო და რის გამო შეიკავო თავი. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რა თქმა უნდა TikTok-ზეც აუცილებლად უნდა გამოვყვეთ, რომ დააკვირდეთ პროგრესს, როგორ ვაგროვებ ამ 500 ღვინოს და ჩაუჯექით უპრეცედენტო ღვინის მარათონს, რომელიც შეიძლება ერთ კვირაზე დიდხანს გაგრძელდეს.